ეგ ამშვენიერი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. მადლობა რომ მოყვებით კიდევ მეორე კვირა არის დღეს უკვე. მეორე კვირის თეორიული ლექციის ნაწილი. და დღეს ჩვენი ძირითადი თემა შეეხება CSS. ანუ CSS-ის თემას და ასევე Flexbox. ამას უკვე ჩავშლით ნენელა ეტაპობრივად რა რას ნიშნავს. ამიტომ მოდი დავიწყოთ. წინა კვირას როგორც ახსენით CSS-ში, ანუ სტილიზაციის ნაწილი და როგორც გამოვიყენეთ პრაქტიკაში, ეგ ყველაფერი იყო inline CSS. Inline CSS რა არის? Inline CSS იყო inline styling იყო, როდესაც თვითონ tag-ებსვე უწერდით სტილებს, აი მაგალითად h1-ის რო გაგვეწერა სიტყვაზე style ატრიბუტი, ანუ დამატებით ინფორმაცია სტილის tag-ის შესახებ და გვეთქვა რომ ფერი ყოფილიყო წითელი, color red, ხო? ასე გავაკეთებთ. მაგრამ დღეს ვისწავლით სტილების გაწერის კიდევ რამდენიმე გზას. ანუ მარტო ეს ერთი არა, კიდევ სამი გზა არსებობს სტილების გაწერის. და ამას ქვია ზუსტად სელექტორები. ანუ წარმოვიდგინეთ, სელექტორები არის ის გზა, სელექტორის ის გზა, რითი შეგვიძლია რომ სტილი მივანიჭოთ ჩვენს სტრუქტურას. არსებობს სამი სახის სელექტორი CSS-ში. პირველი არის tag-ის სელექტორი. tag-ის სელექტორის ნაწილი გამოვიყენეთ წინა კვირას, როდესაც ჩვენს head-ში შექმნით style tag-ი და თქვით რომ ამ style tag-ში შეიძლება სტილების გაწერა. და აქ როგორი სინტაქსია ნახეთ? მე თუ მინდა რომ ამ h1-ს, ანუ მთავარ სათაურს გავუწერო სტილი, არა უცლები რომ აქვე მიუწერო. იმ ხაზზე inline მაგიტომ ქვია, რომ იმ ხაზზე ვწერდით. მაგრამ ეგრე ბევრი სტილი ჩავამსკრივო, ძალიან დიდი ჩანაწერი გამოდის და სტრუქტურა მახინჯდება. ამიტომ შემიძლია სტილის ნაწილი გავიტანოთ ცალკე ადგილას. და ეს ცალკე ადგილი არის ზუსტადაც რომ ჩვენი style tag-ი, რომელიც head-ში მდებარეობს. ანუ ეს სტრუქტურა ხო არის body-ში და style tag-ი არის head tag-ში. და აქ ვეტყვით რომ აი h1 ჯერ იწერება tag-ის სახელი, ანუ რა მინდა რომ გავსტილო. შემდგომ ფიგურული ბრჭყილები და ამ ფიგურულ ბრჭყილებში წერთ CSS რულებს, ანუ იმ სტილის პროპერტებს, რომელიც გვინდა რომ მივაინჭოთ ჩვენს tag-ებს. და აქ ვეტყვი რომ color მინდა იყოს წითელი. ანუ აქ როგორც დავწერდი color red, აქაც იგივე რად იწერება. უბრალოდ ამის ბენეფიტი და დადებითი მხარე ის არის რომ სტილები გადის ცალკე. ანუ სტრუქტურა ცალკე არის, სტილები ცალკეა. და მოდი ეს ახლა ჩვენთვის დავწეროთ კოდის სახით. ამას როგორ ვაკეთებთ? ვქმნით ჯერ folders. ეგეს კიდევ ახლა გავიაროთ. მოდი მე ტერმინალით შევქმნი. ეს არა უცლებ რო გესმოდეთ, ახლა რასაც აქ დავწერ. ანუ make direct იქნება საქაღალდე. მოდი lecture 2 დავარქვათ. შევიდეთ lecture 2-ში. ანუ ეს იმის ეკვივალენტია რომ უბრალოდ ახალი ფოლდერი შემექმნა და შემეგდო უბრალოდ Visual Studio Code-ში. და ხამით გავხსნი. შვენიერი. უბრალოდ კურსორი იხსნება, მოდი მე კურსორი არ მინდა გამოვიყენო, Visual Code-ს გამოვიყენებ, რაც თქვენ გასწავლეთ, ამიტომ ეგრევე აქ გავხსნი, მოდი. ესე იგი. ესე ჩვენი Visual Code-ი და მე უკვე შევდივართ ფაილში open folder, ან რომელიც საკაღალდის გახსნას გვინდა და რაც შექმნ იმას გავხსნი, ახლა desktop-ზე მაქვს lecture 2. open და გაიხსნება. შვენიერი. მოდი მას visual card დავინახოთ. ამ lecture 2-ში ამ პროექტში შექმნი index.html files, index.html files, index-ი არის სახელი, HTML-ი არის გაფართოება. და შემდგომ ამ ფაილში დავიწყებ უკვე მე მუშაობას. ახლა რა ხდება? სტრუქტურა შექმნათ ჩვეულებრივად, აქამდე როგორც ვაკეთებდით, ანუ ძახილის ნიშანი და ტაბს დავუწევი რომ მარტივად შეიქმნას, თქვენ ხელით წერეთ ხოლმე რომ მიეჩვიოთ. აქ მექნება მარტივი h1-ის tag-ი. მოდი რაღაც ტექსტ ჩავწეროთ, მაგალითად algoni. და შემდგომ ამას გავუწეროთ სტილები. წინა კვირას როგორც ვისწავლეთ, სტილების გაწერა ეს იყო inline styling, ანუ inline იმავე ხაზზე ნიშნავს. ანუ აქ დავუწერდი styles
და ვიტყოდი რომ სიტყვაზე color-ი იყოს წითელი, ანუ color red. ფერი. მოდი მას გავალაივებ. და ეგ რაღაცას ვიზავ. ამას გადმოვიტან ეკრანის მარჯვნივ. და კოდს გადავიტან ეკრანის მარცხნივ. რომ ორივე ნაწილი ერთდროულად დავინახოთ. ეს უფრო კომფორტულია. შვენიერი. და გაისტილა ჩვეულებრივად, ხო? მაგრამ მე რო დავუყვე და ამას ბევრი სტილი მივცე, აი მაგალითად ფონტის ზომა მივცე კიდევ. font size-ი და უთხრა რომ იყოს მაგალითად 15 პიქსელი. მივცე მაგალითად line height-ი, რომელიც არის თვითონ ხაზის სიმაღლე, იყოს 20 პიქსელი მაგალითად. და კიდევ რაღაც 10 სტილი გაუწერო, სტრუქტურა დამიმახინჯე, იმიტომ რომ პატარა ტექსტია და ამდენი სტილი მიწერია. ჯობია ყოველთვის რომ ცალკე იყოს სტრუქტურა და ცალკე იყოს სტილის ნაწილი. ამიტომ head-ში უკვე შემიძლია დავამატო style tag-ი. ამას აქ როგორც გახსნის tag-ი, ასევე დახურის tag-ი, აი slash-ი ხურება. და style tag-ში ჩავწერო ჩემი სტილები. ანუ მე უთხრა რომ h1-ის გასტილვა მინდა და თვითონ სტილებს ვწერთ უკვე ფიგურულ ჭხილებში. და აქ წერ იგივეს აბსოლუტურად, რაც ქვით მეწერა. color red. და რო ვასრულებ ერთხას, ანუ ვეუბნები რომ აი ესა და ეს სტილი გქონდეს, ბოლოს ვასრულებ აი ამ ინსტრუქციის მიცემას წერილ მძიმედ. და ეს შემიძლია წავშალო და იგივე შედეგი მივიღეთ. უბრალოდ ამისი დადებითი ხარი ისე ის რომ სტილები გამოიყო სტრუქტურის ნაწილს. აქვე შემიძლია ჩამოუყვე. ანუ ყველა ახალ სტილს წერ ახალ ხაზზე. შემიძლია აქვე გაუგზელო, მაგრამ ჯობია რომ ისე კითხვადობის მხრივ დავწერო ყველა ახალი სტილი ახალ ხაზზე. ანუ მქონდეს მაგალითად კიდევ font size-ი, რომელიც იყოს 40 პიქსელი. აი გაიზარდა. და ასე შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი ხერხი. ანუ მე თუ აქ ქვევით კიდე პარაგრაფი მექნებოდა, პარაგრაფში იყოს მაგალითად random text ჩაუწეროთ. შემიძლია ავდგე და ეხლა ისევ tag-ის სელექტორი გამოვიყენო. ანუ tag-ით ავირჩიო რისი გასტილვა მინდა და ვიტყვი რომ პარაგრაფის გასტილვა მინდა. და ამის ფერი მინდა რომ იყოს სიტყვაზე ლურჯი. ეს დავასვევებ და აისახება ცვლილებები. და ასე ჩამოვუყები სიტყვაზე div-ი შევქმნი div-საც, ასე გავსტილავდი div, ვეუბნები რის გასტილვა მინდა, მე ფიგურული ჭხილები და სტილები უკვე აქვევით. ეს არის tag-ის სელექტორები. ასევე ჩვენ CSS-ში გვაქვს კლასის სელექტორებიც. კლასის სელექტორების ამ გადავალ, მოდი ვიტყვი პრობლემას. პრობლემა რა არის ჩვენს tag-ის სელექტორებში. აქ იდეაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ მე თუ მაქვს რამდენიმე პარაგრაფი, აი მაგალითად მაქვს კიდევ სულ 5 პარაგრაფი, ხო? სიტყვაზე. მოდი ის მეორეც გავხსნათ. 5 პარაგრაფია. და მე მინდა რომ მარტო პირველი იყოს ლურჯი ფერის. ახლა როგორ მოვიქცეთ? მე ისევ tag-ის სელექტორს ავურჩევ, p-ს ვეუბნები რომ ლურჯი იყოს თქო. მაგრამ ახლა უკვე p ჩემს საიზე მაქვს რამდენიმე. ბევრი. 100 რომ მქონდეს 100-ვე გალურჯდება და ასე შემდეგ. და ამ დროს ჯობია რომ რომელიმე კონკრეტულ ელემენტს მივცეთ კონკრეტული სახელი. აი მაგალითისთვის. აი ჩემი სახელი ავიღოთ. თემო ხო ბევრს ქვია. მაგრამ გვარი მაქვს ხო სიტყვაზე, ანუ რაღაცა კონკრეტული ნიშან-თვისება მაქვს, რომელიც გამომარჩევს სხვისგან. ნუ თემურის ქვაზე კიდე შეიძლება იყოს სხვა, მაგრამ კიდე ამატებითი ნიშან-თვისებები გამაჩნია. ერთის უნიკალური ხვდები და მე როგორც ისევე თქვენ ადამიანები რა ზოგადად. ამიტომ მე შემიძლია ამ პარაგრაფს და ნემის პარაგრაფს დავარქვი კონკრეტული სახელი, ანუ მივაინჭო კლასი და ამ კლასით გავსტილო. ზუსტად ეს არის კლასის სელექტორები. ანუ ახლა უკვე ნახეთ რა ხდება, h1 რო მიწერია, h-ს ჩათვალეთ გაუწერე კლასი, ანუ დავარქვი სახელი. და უთხარი კლასი უდრის title-ს. title იწერება ბჭყალებში. ანუ კლასის არის ატრიბუტი ჩვეულებრივად, ანუ დამატებით ინფორმაცია tag-ის შესახებ. და ამ სახელი დავარქვი title. შემიძლია თემო დავარქვა, მაგრამ თემო კაი სახელი არ იქნება, იმიტომ რომ სათაური არის და title-ი სათაურს ნიშნავს ინგლისურად. და ახლა უკვე ნახე როგორ ვიქცევი, მე h1-ით კი არ ვსტილავ.
არამედ მიწერია წერტილი title. ანუ გამოდის რომ მე თუ მინდა რომ კლასის სელექტორი გამოვიყენო, ანუ იმ ელემენტს მივწვდე, რომელსაც უწერია კლასად title, უნდა დავიწყო მე წერტილით. წერტილით რო ვიწყებ, CSS-ი ხვდება რომ კლასს მიმართავ და კლასებს ეძებს. და წერტილის მე იწერება კლასის სახელი. წერტილი title და დანარჩენი პრინციპი იგივეა. color red. ანუ ახლა მე შემიძლია ავდგი და ამ პარაგრაფს, პირველ პარაგრაფს გავუწერო კლასად. მოდი ტექსტი დავარქვათ. დავასეივებ. ახლა უკვე ყველა პარაგრაფს არ გავსტილო, იმიტომ რომ მარტო ერთის გასტილო მინდა და დავწერ წერტილს, ანუ იმის მანიშნებელს რომ მინდა კლასის სელექტორის გამოყენება, მე უკვე კლასის სახელი. text. და ვიტყვი რომ color იყოს blue. აი ეს დავასეივე და მარტო პირველი პარაგრაფი არის ლურჯი, დანარჩენი default-ად შავი არის. ეგ იმიტომ, მხოლოდ იმიტომ რომ პარაგრაფის სახელად ტექსტი არის მხოლოდ ერთი. მე თუ მინდა რომ პირველი და მესამე იყოს, შემიძლია მესამესაც გავუწერო კლასად ტექსტი. ანუ მე შემიძლია ერთი სახელის მქონე რამდენიმე ელემენტი მქონდეს, ერთი კლასის მქონე და მესამეც გალურჯდება. ანუ ახლა უკვე კლასის მეშვეობით შემიძლია ელემენტებს დავარქვა სახელები. და უფრო კონკრეტულად მივწვდე, იმიტომ რომ ერთი სტილი არ მინდა რომ ყველა ტექსტს გაეწეროს. ესა კლასის სელექტორი. თუმცა არსებობს ასევე ID-ს სელექტორებიც. ID სელექტორი ახლა როგორ იწერება? იგივე პრინციპი აქვს როგორც კლას. ანუ text elements, რომელსაც გვინდა რომ ID გავუწეროთ, უწერთ ID უდრის და მე ID სახელი რაც ჩვენ გვინდა, ნებისმიერი სახელი შეიძლება იყოს რიცხვი მაგალითად. მაგრამ რიცხვები კაი სახელი არაა. ჯობია რომ ინტუიტიური სახელი იყოს, ანუ ისეთი სახელი, რომ ID-თან კლასთან ეგრევე მივხვდეთ რა ელემენტზე გვაქვს საუბარი. Title ისეთი სახელია, რომ ეგრევე ხვდებით რომ სათაური უნდა იყოს. ან კონტეინერი რო ერქოს რაღაც, კონტეინერი ისეთი სახელია, რომ ხვდებით რომ რაღაცა ყუთია და იმ ყუთში სხვა ელემენტებიც ყრია რა. აქაც იგივეა, გავუჭერთ ID უდრის title, უბრალოდ მე რომ ID სელექტორს მივწვდე, ანუ ID სელექტორით გაწრილ ელემენტს მივწვდე, წერტილის მაგივრად ვიყენებ hashtags. ეს DS. ან hashtag title, hashtag-ის მე იწერება ID სახელი და color red. ეს რომ გადავიტანოთ. მაგალითად, აი ამ პარაგრაფს გავუწეროთ ID-დად text-2 მაგალითად. დავასეივოთ და ეხლა მინდა რომ აი ამ ID-ს მქონე პარაგრაფს მივწვდე. ამის წერტილს აღარ ვიყენებ hashtags. hashtag მე უკვე ID სახელი, text წერტილი 2 და უწერ color green მწვანე. ახლა უკვე მხოლოდ მეორე ელემენტი იქნება მწვანე. აი გამწვანდა. კლასების მსგავსად, მე თუ მინდა რომ მაგალითად მეორე და მეოთხე ელემენტი იყოს მწვანე, მე შემიძლია ავდგე და ამასაც მივაჭრე text-2. თუმცა კლასიკი არა ID body-შით. ეს და გამწვანდება კიდეც. თუმცა ნახეთ, მივხვდეთ იმისა რომ კლასებში და ID-ები ერთმანეთს ძალიან გავს. მხოლოდ წერტილი და hashtag განსხვავდება, ანუ კლასს ვწვდებით წერტილით და ID-ს ვწვდებით hashtag-ით. მაგის მიუხედავად, ID უნდა იყოს უნიკალური. ანუ ID მაგით გამოიშვა კლასგან რომ უნიკალურია. მე თუ კლასს შემიძლია მივცე ბევრი ელემენტს, ანუ შემიძლია text კლასის მქონდეს 100 ელემენტი, 200 ელემენტი საიტზე. მაგრამ მე თუ რამე ID შევქმნი text-2 ამ შემთხვევაში, ან სხვა სახელი დავარქვა. უმჯობესი არის რომ ეს ID იყოს უნიკალური. ამიტომ ეგ დაიმახსოვრეთ. რატომ და რანაირად მაგას უკვე მერეც ახსნი შენეკ ლექციაში მომავალში, მაგრამ ახლა ვიცოდეთ რომ ID-ს თუ გავუწერ ერთ ელემენტს, ეგ ID უნდა იყოს უნიკალური, ანუ სხვას არ უნდა მივანიჭო. მიუხედავად იმისა რომ მუშაობს, უბრალოდ ცუდი პრაქტიკაა. მაგას უკვე ახსნი მომავალ ლექციებში. თუ მინდა რომ რაღაცა ერთი სტილის მატარებელი იყოს რამდენიმე ელემენტი, ავდგები და კლასს მივცემ, ერთნაირ კლასს მივცემ, მაგ ორ ან უფრო მეტ ელემენტს და არა ID-ს. და ეს იყო ჩვენი ID სელექტორი. ყველაზე ხშირად გამოიყენება კლასის სელექტორები. ID-ს გამოიყენება, მაგრამ თქვა ეგრე ხშირად არა. თუმცა ID-ს გამოყენების შემთხვევებიც გვექნება ჩვენ ამ კურსის განმავლობაში და მივხვდებით რა დროსაც ჯობია რომ გამოიყენოთ. თუმცა ყველაზე ხშირად თქვენ შეხება გექნებათ კლასებთან. ანუ კლასებს გამოიყენებთ თქვენ ყველაზე ხშირად.
თუმცა, ახლა ნახეთ, მე კი ვწერ ამ სტილებს, მაგრამ მე როცა დიდი საიტი მექნება, წარმოვიდგინეთ, რომ აი ამდენი სტრუქტურა მაქვს დაწერილი ქვევით, შეიძლება მქონდეს, რავი, 500 ხაზიანი სტრუქტურა. 500 კიდე ცოტა არის, შეიძლება მქონდეს რაღაცა 2000 ხაზიანი სტრუქტურა და პლუს დამატებით სტილები. ამ სტილები როგორც წესი უფრო მეტ ადგილს იკავებს ხოლმე, იმიტომ რომ მე რო ერთ ხაზი დავწერე რაღაცა სტრუქტურა, ამ პარაგრაფს ჭირდება სიტყვაზე 5 სტილი, ანუ 5 ხაზი უნდა დავწერო. და ეს ფაილი, index.html ფაილი, საკმაოდ მოცულობითი ხდება, დიდი ხდება. და უფრო რთულდება კითხვა, ნაკლებად ორგანიზებულია და ასე შემდეგ. ზუსტად მაგ შემთხვევებისთვის, ზუსტად მაგიტომ CSS-ისთვის ვიყენებთ ცალკე ფაილს. ანუ როგორც HTML-ი იწერება ცალკე ფაილში index.html, ანუ ცალკე HTML გაფართოება აქვს. ასევე CSS ფაილებიც არსებობს. CSS გაფართოების ფაილები. აი ნახეთ. მაგრამ დააჩენ იგივე აბსოლუტურად. მაქვს HTML სტრუქტურა, სადაც მიწერია h1, კლასი გაუწერე title და ცალკე მაქვს CSS ფაილი, styles.წერტილი CSS-ი, ანუ აქ როგორც index.html-ში იყო ინდექსი, სახელი და HTML-ი გაფართოება, რითიც ვიუბნებით ფაილს, რომ HTML-ის კოდს წერთ, აქაც იგივეა. Styles-ი არის სახელი, ანუ სტილები დავარქვი და წერტილი CSS-ი არის გაფართოება. რითიც ჩვენს ფაილს ვიუბნებით, რომ აქ ვაპირებთ CSS-ის კოდის წერას. მოდი ახლა ეს ყველაფერი გადმოვიტანოთ ჩვენს კოდში. ანუ შევქმნით ახალი ფაილი, დავაჭიროთ აი აქ Explorer-ი, File Explorer-ი არის, პლუს ღილაკს, ფაილზე არის პლუს ღილაკი, new files ნიშნავს, მეორეში რა გეროთ, მეორე არის ახალი ფოლდერი. პირველი გვჭირდება new file და დავწეროთ styles.css. Enter შეიქმნა ახალი ფაილი. და ახლა უკვე მე შემიძლია ეს სტილები გადმოვიტანო, უბრალოდ წავშალო აქედან. და ცალკე CSS-ში გადავიტანო. აი ასე. და აქვე style text წავშლი. როცა CSS-ის ფაილს ვიყენებთ, style tag-ი აღარ დაგჭირდება საერთოდ. და ეგ ანუ ცალკე გვაქვს სტრუქტურა, ცალკე გვაქვს სტილები. დანარჩენი წესები იგივეა, tag სელექტორები, ID სელექტორები და class სელექტორები იგივე პრინციპით მუშაობს აბსოლუტურად. არაფერი არ იცვლება. თუმცა ნახეთ, სტილები წაიშალა. მე რო ამ ფაილიდან გადავიტანე იქითკენ, სტილები წაიშალა. რატომ? აქ ნახეთ ერთი ხაზი გვიწერია კიდევ. რა ჯერჯერობით ჩვენთვის უცხოა. ეს არის შემდეგი. link tag-ი. link tag-ი ჩვენ აქამდე გამოვიყენეთ და გითხრათ რომ პროგრამაში დაგჭირდება თქო. link tag-ი გამოვიყენეთ ჩვენ აიკონის დასამაგრებლად. აი აქ tab-ზე რომ ყოფილიყო აიკონი, მაგისთვის გამოვიყენეთ და გვეწერა link rel-უდრის icons, ანუ აქ იწერებოდა ტიპი, რის დამატება გვინდოდა და მე მისამართი მაგ აიკონის. ასევე link-ი გამოვიყენეთ ფონტების შემოსატანად HTML-დან. და link tag-ი ასევე გამოიყენება, რომელიც არის self-closing tag-ი, ანუ დახურვის tag-ი არა აქვს. გამოიყენება ჩვენი CSS ფაილის HTML-თან დასაკავშირებლად. ანუ მე უბრალოდ ცალ-ცალკე მიწერია HTML და CSS ფაილები, ასე არაფერი არ იმუშავებს. თუ მე ეს CSS ფაილი არ დავუკავშირე HTML-ს. და ეს ხდება აი ამ ზუსტად. link rel-უდრის style-sheet, rel-ი არის წარმოიდგინეთ აი ამ link-ის ტიპი, რომ სტილების დაკავშირება მინდა და href-ი არის მისამართი. იმ ფაილის მისამართი, რომელიც მე უნდა დავუკავშირო ჩემს HTML-ს სტილად. ამიტომ იგივეს გადმოვიტან აქეთკენ. link rel-ი არის style sheet-ი და href-ი არის მისამართი. და მისამართი არის styles css. ანუ ამ ფაილის სახელი. აი ეს. და ბოლოს თავისით იხურება. გადავიდით, იგივე შედეგი მაქვს. აქ style css დავწერთ თუ წერტილი/css, მნიშვნელობა არ აქვს. წერტილი/ როგორც წინაზე ახსენით, იმ ფოლდერში ვეძებთ რაღაცა ფაილს, სადაც იმყოფება ეს index.html-ი. შემიძლია მის გარშე დავწერო, იმიტომ რომ უფრო რთული სტრუქტურა არ მაქვს, ფოლდერები აღარ მაქვს, ეგრევე გვერდად მეზობლად მიზის style css-ი და ეგრევე ხდება რა რამე. მაგრამ წერტილი/-საც შემიძლია. და ჩვენი CSS-ი ხომ დაკავშირდა, ყველაფერი ჩვეულებრივად და კარგად მუშაობს. ეს არის ჩვენი CSS-ის ფაილი. ასევე ზოგადად ჩემი რჩევა იქნება, რომ როდესაც მუშაობას დაიწყებთ რამე პროექტზე, როგორც წინა სემინარზე გავაკეთეთ, სტილები გაანულოთ. აი ახლა თუ დააკვირდებით რაღაც ელემენტებს აქვს მარჯინები. მოდი გავხსნათ developer tool-ი, inspect დავაჭიროთ და შემდგომ მოვიშოთ body. აი ნახეთ body-ს აქვს რაღაც მარჯინი. 8%-იანი მარჯინი.
h1-საც მარჯინი აქვს, პარაგრაფსაც მარჯინი აქვს. და ასე ყველა ელემენტს აქვს default-ად დამატებული მარჯინები და პადინგები. და სხვა პროპერტები. და ყველა ბრაუზერს შორის განსხვავებულია. ანუ აქ რო 8 პიქსელი იყო ბოდიზე მარჯი, შეიძლება სხვაგან Chrome-ში სხვა იყოს რა. იქაც რო არის თუ სწორად მახსოვს, მაგრამ შეიძლება სხვა იყოს რაღაც სხვა ელემენტებს. ამიტომ ყოველთვის დაიწყეთ თქვენი პროექტზე მუშაობა სტილების განულებით. როგორც წინას გავაკეთეთ. მაგისთვის შეგიძლიათ დაარესერჩოთ reset css ეს სტილების ერთობლიობაა, რომელიც ანულებს საიტს, რომელიც ანულებს სტილებს. აი reset css-ზე დავსერჩე, პირველივე ლინკზე გადავდივარ. და აი ეს სტილებია ზუსტად. ნახეთ, აქაა ჩამოთვლილი HTML, body, div, span, afflet და ასე შემდეგ. ბევრი რაღაც ისეთი არის, რაც არ ავიხსნებ და ჯერ არ გასწავლოთ, მაგრამ ამის თავი მუღამი ის არის, რომ ყველა სტილს ანულებს. ამას უბრალოდ მოვაკოპირებთ. ამას ასე მოვაკოპირებთ და ჩავაფეისტებ style CSS-ში სულ მაღლა. აი ეს. და ჩვენი სტილები განულდება, ნახეთ. აღარც body-ს აქვს მარჯინი, აღარც h-ს, აღარც პარაგრაფს, არაფერი აღარ აქვს. და Figma-და რომ გადმოვიტანო ზუსტად ზომები, იგივე დაждდება. თუმცა ყველა პროექტში ახლა გვიწევს ამის დაწერა. ცოტა ისე ხდება, რომ ნუ style CSS-ში 100-ზე მეტი ხაზი უნდა დაიწეროს ყველა ჯერზე რა. და ეს კარგი შესახედავი არაა. ამისთვის ჯობია რომ ცალკე ფაილი გქონდეს. ანუ გავაკეთოთ კიდევ ერთი CSS ფაილი. ანუ შეგვიძლია ჩვენს პროექტში გქონდეს რამდენიმე HTML და რამდენიმე CSS ფაილები. და დავარქვათ reset.css, იმიტომ რომ ყველაზე ლოგიკური სახელი იქნება ამისთვის. და აქ გადმოვიტანოთ ეგ კოდი ზუსტად. დავასეივოთ. აქედან წავშლი. დავაბრუნოთ, თუმცა არ მუშაობს. იმიტომ არ მუშაობს, რომ ეს reset-ი არ დამიკავშირებია მე HTML-თან, ამიტომ დავაკავშირებ. ოღონდ ნახეთ. ყოველთვის reset CSS-ი დააკავშირეთ პირველი. ანუ ასე დაწერეთ rel udris style sheet და href-ად გავუწეროთ /reset. და რატო ნახეთ? ზოგადად კოდი იკითხება ზევიდან ქვევით. ანუ თუ ქვევით დახვდა პროგრამას რაღაც განსხვავებული სტილი გადააწერს ზევითას. ანუ მე რომ ასე მქონდეს გაკეთებული, ეგ კარგი მიდგომა არა, იმიტომ რომ ჯერ ნახეთ, ჯერ style CSS-ი ამოქმედდება, ანუ ეს სტილები და მე reset CSS-ი. ანუ მე თუ style CSS-ში რომელიღაც ელემენტს, აი h-ს მაგალითად გავუწერეთ მარჯინი 40 პიქსელი არ იმუშავებს. და რატო? ანუ წარმოვიდგინეთ, აი h1 რომ მომნიშნე, აქაც developer tool-შიც ჩანს, რომ მარჯინი 40 პიქსელი კი უწერია, აქ მაგრამ გადახაზული არის. იმიტომ რომ მე h1-ს reset-ით გავუკეთე და მარჯინი 0. ანუ ჯერ style CSS-ს წაიკითხა და მე ქვევით რომ ჩამოუყვა h1-ზე ვნახეთ რომ არის მარჯინი 0. აი h1-ზე აქ მძიმებითაა ჩამოთვლილი, ეგეც შეიძლება, არის მარჯინი 0. ანუ თუ მინდა რომ რამდენიმე კლასი, რამდენიმე ტეგი გავსტილო, შემიძლია ცალზე კი არ გავწერო, ანუ აი ასე რომ არ გავწერო მაგალითად, titles უნდა სიტყვაზე color red და text-საც უნდა color red. ასე რომ არ დავწერო და ეს კოდი არ გავიმეორო, შემიძლია ჩამოვთვალო რომ მძიმებით, რომ title-საც და ასევე text-საც უნდა color red. იქაც იგივეა, მაგრამ ჩამოვთვლილია უბრალოდ. აი ასე. ამიტომ ყოველთვის reset CSS-ი დაიმპორტეთ, ანუ შემოიტანეთ HTML-ში პირველი. თუმცა, თლად ამდენი წვავებას არ ასაჭირო, ყველა ჯერს გადმოვაკოპიროთ და ახალი ფაილი გქონდეთ. ყველაზე კარგი ვარიანტი არის ის, რაც გავაკეთეთ წინა სემინარზე, რომ ყველა ელემენტი მოვნიშნოთ, ყველა ელემენტი ინიშნება CSS-ში pip-kit, ანუ აბსოლუტურად ყველა ტეგი და აქვე გავუწეროთ margin 0, padding 0 და box sizing border box. Box sizing border box ვისაც არ გახსოვთ, გირჩევთ რომ წინა სემინარს უყუროთ. მან მაქვს ახსნილი. და ახლა უკვე უბრალოდ reset CSS-ს წავშლი. აღარ მჭირდება. იმიტომ რომ იმ 5 ხაზით გავაკეთეთ ჩათვალეთ იგივე და უფრო მოკლედ და უფრო მარტივად. ამასაც წავშლი არ მჭირდება. აი ეს.
და მაქვს იგივე შედეგი, ანუ განულდა სტილები და მე მარჯინი გავუწერეთ ამას 40 და მაგიტო გამოიწია, თორე ეს რა გქონდეს აღარ გამოიწეროდა. გაერთაშროება აღარ ექნებოდა შექმნილი. ესა ცალკე CSS ფაილზე. თუმცა აბსოლუტურად გააჩნია იმას თუ რომელს რის მერე ვიყენებთ სელექტორებში. იმიტომ რომ CSS სელექტორებს აქვს თავისი specificity, ანუ რაღაც კონკრეტულობა რა რის მერე მოდის და რას გულისხმობ. რომელი სელექტორები უფრო ძლიერები არიან ვიდრე სხვები. ანუ სიტყვაზე მე თუ მაქვს h1-ის ტეგი. და მოდი h1-ის ტეგი გავსტილოთ. მოდი ამას დავაკო. იყოს არ შეგვიშლის. h1-ის ტეგი გავსტილოთ, color-ი გავუწერეთ წითელი. მაგრამ მე თუ h1-ის ტეგს გავუწერე კლასი title დავარქვათ და title-ითაც გავსტილე, ანუ წერტილი title, h1 და წერტილი title კლასი იგივე ელემენტს მიმართავს საბოლოო ჯამში. აქ რომ გავუწერო მე color black, ან მოდი blues გავუწერ. ნახეთ, კლასში დაწერილი სტილი გადაეწერება ტეგში გაწერილი სტილს. აქაც რომ ნახოთ inspect-ში, ნახეთ color blue აქვს და color red არის გადახაზული text selector-ი. ეს იმიტომ ხდება, რომ კლასები უფრო ძლიერები არიან ვიდრე type-ის სელექტორები. ანუ ეს ტეგის სელექტორები h1, p, div უფრო სუსტია ვიდრე კლასის სელექტორი. თუნდაც ეს მაღლა მწერებოდა. ანუ კოდი ხო ზევიდან ქვევით მუშაობს, ანუ ჯერ ეს წაიკითხა და ტექნიკურად როგორც წეღან მოხდა, ეს უნდა გადაეწეროს ხო ზემოდან. მაგრამ ეგეც არ მოხდება. იმიტომ რომ ეს უფრო ძლიერია. მე რომ მქონდეს ორი კლასი, მაშინ პრობლემა არაა. ამას რო გქონდეს კიდევ მეორე კლასი და შემიძლია ერთ ელემენტს ორი კლასი გავუწერო და ესე იწერება უბრალოდ ერთ კლასის სახელს დავწერო და მე space და მეორე კლასის სახელი. იყოს აი სათაური დავარქვათ ქართულად. მე რო სათაურით გავსტილო ახლა ნახეთ, წერტილი სათაური. ახლა წითელი გახდება, იმიტომ რომ ორი კლასი მიწერია, ორი კლასი სიძლიერით ტოლფასია, ამიტომ ზევით რო იყო ლურჯი გახდა, იყო რაღაც მომენტი, მაგრამ მე ქვევით რო წაიკითხა წითელიო, წითელი გადაეწერა. ნახეთ, წითელი არის და ლურჯი გადახაზული, ესე გადაეწერა. თუმცა კლასზე კიდევ ერთი ძლიერი არის ID. ანუ ID სელექტორი უფრო ძლიერია ვიდრე კლასი. ანუ სიტყვაზე მე თუ ამას გავუწერე ID-ს კლასის და ID-ს გაწერა შემიძლია ერთ ელემენტზე თავისუფლად ID იყოს title. იგივე სახელი აქვს, თუმცა კლასს მიწვდები წერტილით და ID-ს მიწვდები hashtag-ით, ამიტომ პრობლემა არ არანაირი. აი ნახეთ ამას წავშლი. ახლა მე რო ID-ით მივიწვდე h1-ს, ან hashtag title და გავუწერო color red, წითელი გახდება. მართალია მე კლასში მიწერია ლურჯი, მაგრამ წითელი გავუწერე ID-ში. ID უფრო ძლიერია. თუნდაც მაღლა დავწერო ეს და ეს ხომ გადაეწეროს ქვევით მყოფი ტექსტი, მაგრამ არ გადაეწერება, მაინც წითელი იქნება. იმიტომ რომ ID-ც უფრო ძლიერი არის კლასზე. თუმცა ამაზე უფრო ძლიერი არის inline სტაილები. აი ადრეასს ვაკეთებდით. აქ რო გავუწერო მე style color green, ახლა მწვანე გახდება ჩვენი ალგოუნი. იმიტომ რომ ეს უფრო ძლიერია ვიდრე ID. ანუ გამოდის რომ ყველაზე სუსტი არის ტეგის სელექტორი, მერე მოდის კლასის სელექტორი, მერე ID სელექტორი და ყველაზე ძლიერი არის inline სტილები. თუმცა ამ inline სტილებს არ გამოვიყენებთ, ცალკე ფაილში დავწერთ მაინც. თუმცა ამაზე ძლიერიც კიდევ რაღაც შეიძლება იყოს. ანუ მე შემიძლია title, ანუ კლასი უფრო ძლიერი გავხავდო ვიდრე inline სტილია. inline სტილები ხო ვთქვით რომ ყველაზე ძლიერია თქო. მაგრამ მე თუ title კლასში გავუწერე ბოლოში ასეთი რაღაცა, ახლა უკვე ლურჯი გახდება. ანუ color blue და ძახილის ნიშანი important. ძახილის ნიშანი important. ჩათვალეთ ყველა წეს უგულებელ ყოფს, რაც არის აი ამ selector specificity-ში, სიძლიერეში. ანუ ჩათვალეთ important-ი, ძახილის ნიშანი important-ი ასაც უწერია, ყველაზე ძლიერი ხდება, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ტიპი ხდება. important მნიშვნელობას ნიშნავს და მაგიდან შეგიძლიათ დაიმახსოვროთ. ესეც ჩვენი CSS.
სტრიმზე რაღაც პრობლემასავით იყო? სკრინები რო ჩააგდით. ეს არ უნდა იყოს პრობლემა. ოკეი, არა უშავს. ესე ჩვენი CSS ამბები. და ნუ ხუთშაბათს რა თქმა უნდა უფრო კარგად გავიპრაქტიკებთ. მანამდე თქვენს დავალებებს ხვალად ჩავაგდებ და მაგასაც ჩაუჯექით თქვენიცაც ესეთ რაღაცეები. და მოდი გადავიდეთ დღევანდელი ლექციის მეორე მნიშვნელოვან საკითხზე. რომელიც არის Flexbox. საერთო საუბროში კითხვები იწერებოდა და ბევრი კითხვა იყო ეს ელემენტი როგორ გადავაადგილო, როგორ გავცენტრო, როგორ მივუსვა გვერდით, როგორ დავაშორო ერთმანეთისგან მარტივად და ასე შემდეგ. და მაგ ყველაფერს პასუხი არის Flex. ან Flexi ზოგადად გამოიყენება ელემენტების ერთი მიმართულებით გადასაადგილებლად, ანუ ან ვერტიკალურად, ან ჰორიზონტალურად. მოდი მანამდე სტრუქტურას გავამზადებ. Discord-ში მყოფი რატო დაშეკრეთ? Discord-ში კარად არ ჩანს? Discord-ში ჩემ ეკრანზე უყურებ კარად ჩანს. ის სტრიმის იყო რა სკრინი ჩავდეს. ეგრე არა, არ ჩანს კარგად? ხმარ ისმის? ხმარ როგორ არის ისმის? აი ესმის. Fallen developer-მა დაწერა მესმისო. აი, ხო, გივი ჩემ კარადას ჩანს და ანუ ერთ განას თუ ისმოდეს კარგად და კარგად ჩანდეს, ესე იგი მე ყველაფერი რიგზე მაქვს. და სხვა თქვენი პრობლემა არის უკვე ცოტა არ მიგამოვიდეს, მაგრამ ნუ ხო იდეაში მე სწორად მაქვს ყველაფერი. თუ აქ არის მის YouTube-ზე და Facebook-ზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და მაგათი უყუროთ. აი მოდი ეგ სტრუქტურას გავამზადებ. მექნება მე ხა ცოტა უცნაურად დავწერ. კონტეინერის div, სადაც მექნება 3 box. დავი. ეს უბრალოდ shortcut-ი. არაუცლებ რო იცოდეთ, უბრალოდ რაღაც მარტივად იწერება. თუ მინდა მაგალითად კონტეინერ კლასის div-ი შექმნო, წერტილი კონტეინერ ტავსოწები და იქნება. ეს default-ად div იქნება, მაგრამ მე თუ მინდა h1 შექმნა, რომელიც არის კლასად title, წერტილი title-ს დავწერ, ტაბი და იქნება. თუ id მინდა id დავწერ, ნუ hashtags და იქნება ჩვეულებრივად. ანუ ეს ამებს შეიძლება ყოლება არ მიახციოთ. კონტეინერში მინდა რომ მქონდეს 3 ცალი div box კლასით, გავამბრალოთ 3-ს, აი ასე. box-ებს გავსტილავ. width-ი იყოს 100 პიქსელი, სიმაღლეც იყოს 100 პიქსელი. ფონის ფერი იყოს წითელი. ასევე მოდი გავსტილავ კონტეინერს. background color იყოს ლურჯი. მშვენიერი. ნახეთ, მე მაქვს აქ 3 ცალი ყუთი, რომელიც არის 100-100-ის ზომებში. ფერი აქვს წითელი და მათი მშობელი კონტეინერი არის ლურჯი. თუ დააკვირდით აქამდეც შენიშნავდით, რომ div-ები, h1 პარაგრაფი და ასე შემდეგ არის მთლიანი სიგანის, ანუ იმდენ ზომას იკავებს, რამდენიც შეუძლია სიგანეში რა. აი მაგალითად მე რო h1 დავწერო აქ algo-uni და ამასაც გავუწერო ფონის ფერი, აი იდეაში magic mouse-დაც მივხვდებით. აი magic mouse-ი რომ მოვნიშნო, ავირჩიო და მივიტანო h1-თან, ნახეთ მთლიანი სიგანი უკავია ეკრანის. მაგრამ თქვენს რო აქედან დაგაგანახოთ, მოდი ახლა tag-ით მოვნიშნავ background-ი კონდეს წითელი. ნახეთ მთლიანი სიგანისა. ეს იმიტომ არის რომ h1 პარაგრაფი div და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ელემენტი არის block level ელემენტი.
block level ელემენტი ნიშნავს ელემენტებს, რომლებიც იკავებენ ეკრანის მთლიან სიგანეს, ან იმდენს, რამდენიც შეუძლიათ მაქსიმალურად, ან მშობლის მთლიან სიგანეს. თუმცა ასევე არიან inline ელემენტები, აი მაგალითად ფოტო არის inline, მთლიან სიგანეს არ დაიკავებს. span მაგალითად, span-იც არის ტექსტის ტეგი, ტექსტი იწერება, პატარა ტექსტები იწერება ხოლმე. აი რო დავწეროთ hello და ეს span-იც მოდი ფერი მივცეთ უკან. ნახეთ, აი background-ი რომ მივცე წითელი, მთლიან ეკრანის სიგანი არა, იმიტომ რომ ეს span-ი არის inline level ელემენტი. უბრალოდ inline level ელემენტებს ის მინუსი აქვს, რომ აი margins ვერ გაუწერ. აუი, ეწერება ეს არასოდეს მახსოვდა. გადავახსენე მეგობრებო, რომ inline-ებს margins ვერ უწერთ. ოკეი, უბრალოდ ეგ დაიმახსოვრეთ, რომ ახლა მე უკვე მეორე span-ი რო შემოვიტანო. მეორე span-ი. Hello world დავწერო. ეს გვერდით მიუდგება. იმიტომ რომ span-ი არის inline level ელემენტი, იკავებს იმ წერტილს, რამდენიც ჭირდება, ამიტომ თუ ორი inline level ელემენტი ერთმანეთს მიუყენებთ, გვერდ-გვერდ დადგებიან. თუმცა მე რო ამის ქვევით კიდევ რაღაც სხვა პარაგრაფი დავწერო, ჰაი, ეს პარაგრაფი დადგება ქვევით. იმიტომ რომ ადგილი არ აქვს. ზევით არის block level ელემენტი h1, თუნდაც divი ყოფილიყო, რომელიც მთლიან ეკრანის სიგანეს იკავებს, ადგილი არ აქვს გვერდით რომ მიუდგეს, ამიტომ ქვევით ჩამოდის. ეს პარაგრაფის block level ელემენტი და ეგეც იცოდეთ. ეს divები იმიტომ არ არის მთლიანი ეკრანის სიგანე, რომ ცალსახად გაუწერე ზომები. შევზღუდე. ოკეი, ის მაინც რომ გცოდნოდათ. და flex-ი რაში გამოიყენება? flex-ი გამოიყენება ელემენტების მარტივად გადაადგილებაში, ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად. და როგორ ვიყენებთ? flex-ის პროპერტები, რასაც დღეს ვისწავლით, ძირითადად უმეტესობა ეწერება მშობელს და მოქმედებს შვილებზე. ანუ მაგალითად მე თუ კონტეინერს ანუ მშობელს გაუწერე display flex-ი, ანუ display property არის და მოდი flex-ი გაუწეროთ. და დავასეივოთ. ნახეთ რა მოხდა? ეს ელემენტები გვერდ-გვერდ milagda. ოღონდ ეს ერთი ცალი არა, რამდენიმეა. აი ნახეთ, 1, 2 და მესამე არის. display flex რო უწერე მშობელ ელემენტს, იმ მშობელში რა ელემენტებიც არიან, default-ად მე რო უკვე გვერდ-გვერდ გადაინაცვლებენ. გვერდ-გვერდ დააგდებიან. მოდი კონტეინერ სიმაღლესაც გაუწერო, მე კარგად გადავადგილოთ height კონდეს. 100vh ამას ახლა არ ახსნა SVH რა არის, არ მინდა დაგამნიოთ. 100vh იყოს. მთლიანი ეკრანის სიმაღლე არის 100vh, მოგიძლია რომ მითხრათ. სიტყვაზე მინდა რომ ეს box-ის ელემენტები ერთმანეთისგან დავაშორო. ამას ამარტივად გავაკეთებთ, უკვე ჩვენივე ცოდნით, ხო? უბრალოდ დავდგებოდით და box class გაუწერდით margins. margin 20 პიქსელი მაგალითად. რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული box-ი გარე ელემენტებისგან დაშორდებოდა 20 პიქსელით, აი აგერ margin-ების გავუკეთეთ. თუმცა ახლა მათ შორის დაშორება 20 პიქსელი არა 40, იმიტომ რომ ამას თუ 20 აქვს პიქსელი დაშორება და ამასაც 20 აქვს მარჯინი, 20 + 20 არის 40, ამიტომ 40 აქვს ახლა უკვე მარჯინი მთლიანობაში, ხო? ზუსტად ამიტომ უფრო მარტივად შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ flex-ის პროპერტები. ანუ მარტო display flex-ი არა, flex აქვს ძალიან ბევრი პროპერტი, რომელსაც დღეს ძირითადად გავარჩევთ. მე თუ გაუწერე კონტეინერს gap-ი არის დაშორება, ქართულად, gap იყოს 20 პიქსელი. ნახეთ შვილები დაშორდნენ. როგორც უკვე გითხარით, flex-ის პროპერტების უმეტესობა ეწერება მშობელს და მოქმედებს შვილებზე. ანუ მშობელს გაუწერე display flex და შვილებზე იმოქმედა, ანუ box-ებზე და გვერდ-გვერდ დააგდნენ, gap-ი გაუწერე მშობელს და იმოქმედა შვილებზე. ანუ შვილები დაშორდნენ ერთმანეთისგან 20 პიქსელით. ეხლა ამათ შორის დაშორება არის 20 პიქსელი. სიტყვაზე მინდა რომ ეს ჩემი ყუთები დავაყენო ცენტრში. ნუ აქამდე ისე ვაკეთებთ რომ ნუ იდეაში შემეძლო ერთი ელემენტი რომ იყოს რა. box გაუწერდით margin 0 და auto სიტყვაზე ხო? ასე გავაკეთებთ. და მუშაობს კიდევაც. გინე 1 იყოს, გინე 2, გინე 3. და ნუ ავტომატურად გადაადგილდება. მაგრამ ეს ცენტრში მოთავსება მაინც არა, იმიტომ რომ რაღაც შუაში სწორი დაშორება აქვს და რა ქვია, დამებაინა. კიდეებში სწორი დაშორება აქვს. მე მინდა რომ სამი ელემენტი ავიღო და უბრალოდ ცენტრში მოვიყვანო როგორც არის ას. და ამისთვის ვიყენებთ
flex-ის property-ებს. ესეთი property გვაქვს flex-ზე justify content-ი. Justify content-ი გამოიყენება ელემენტების ჰორიზონტალურ აქსისზე ან ჰორიზონტალურ ღერძზე გადასაადგილებლად. და ესეც იგივე პრინციპით მუშაობს. ვუწერთ ჩვენ მშობელს და მოქმედებს შვილებზე. ანუ აქ რომ დავუწეროთ justify content center, ამას ბევრი property აქვს. აქ რომ ორი წერტილი დავწერო, ნახეთ. დავწერო აქ justify content-ი და tabs დავაჭირო, და ახლა ძალიან ბევრი property არის და შემიძლია ნებისმიერი ავირჩიო. და გავუწეროთ center. ნახეთ, შვილები, მშობელს გავუწერო შვილებზე იმოქმედა და გადაადგილდნენ ცენტრში. ამას კიდევ რამდენიმე property აქვს, აი მაგალითად flex start-ი. Flex start-ი გულისხმობს, რომ დასაწყისში იყოს შვილები. ეს არის default-ი, ყოველ დასაწყისში იქნება. ასევე არის flex end-ი. Flex end-ი არის ბოლოში გადავადგილო, ჰორიზონტალური ღერძის ბოლოში. მოდი ცენტრში დავტოვებ. და სიტყვაზე გვინდა რომ ეს ელემენტები ჩამოვწიოთ ცენტრში ვერტიკალურადაც. ანუ justify content თუ გამოიყენება ჰორიზონტალურად გადასაადგილებლად, align items-ი გამოიყენება ვერტიკალურად. აქაც იგივე, ძალიან ბევრი property აქვს. თუ დავწერე ცენტრი ვერტიკალურად ცენტრში მოექცევა კონტეინერის შვილები ან ბოქსები. თუ დავწერე flex start-ი თავში იქნება, ვერტიკალურად თავში იქნება, flex end იქნება ბოლოში. ეს. ანუ წინა ლექციაზე რო არ ახსენით, როგორ უნდა გავცენტროთ ელემენტი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურადაც, იმიტომ რომ მარტო ჰორიზონტალურად გავცენტრეთ, აი ეს გამოიყენება flex property-ები გამოიყენება display flex-ი, justify content center და align item center. თუმცა მე თუ display flex-ი არ მიწერი ელემენტზე, არაფერი არ იმუშავებს. ანუ display flex-ი არის საერთოდ ყველაზე მნიშვნელოვანი. display flex გარეშე ეს ყველაფერი არ მუშაობს. flex-ის property-ები მაგიტო ქვია, რომ ჯერ flex-ი უნდა გაუწეროთ ელემენტს და მერე flex-ის property-ებიც მივაყოლოთ. აი აქაც developer tool-ში თუ დაგვირდებით, კონტეინერს უწერია ყველაფერი, აი gap-ის და justify content-იც, თუმცა ესენი არის გაღებებული, არ მუშაობს. The display block property prevents justify content from having an effect. ანუ display block-ი რო გიწერიაო, justify content-ს მაგაზე ვერ გამოიყენება. და default-ად მართლაც რომ ამ ელემენტს უწერია display block, იმიტომ რომ როგორც გითხარით, div-ები არიან block level ელემენტი. ანუ block-ი, inline block-ი და ამ შემდეგ არის display. display property-ები არიან ჩვეულებრივად. ისე flex-ი დავუბრუნებ რა თქმა უნდა. ასევე, მე თავშივე აღვნიშნე, რომ flex property-ების უმეტესობა გამოიყენება და იწერება მშობელს და მოქმედებს შვილებზე. თუმცა მე შემიძლია შვილებსაც გაუწერო. ანუ მაგალითისთვის, ეხლა მე რას ვაკეთებდი? ყველა შვილი გადაადგილდებოდა. ანუ მე რომ მშობელს უწერ flex property-ებს, ყველა შვილზე მოქმედებს. მაგრამ რა ხდება, როცა მინდა რომ კონკრეტულად ერთზე იმოქმედოს, ხო? აი მაგალითად, სიტყვაზე ვამბობ, მარტო მესამე ელემენტი მინდა რომ ჩამოვიტანო ვერტიკალურად ბოლოში. ამას როგორ ვიზავ? ამას მშობელში ვერ გავწე, იმიტომ რომ ვერ ვეტყვი მშობლიდან შვილზე რომელი მინდა კონკრეტულად. ეს უნდა გავწერო კონკრეტულად რომელიმე ელემენტზე. მაგალითად აი ამაზე გავწერე. მოდი ამას სხვა კლასის მივცეთ, მეორე კლასი box 3 დავარქვათ. და თუ დავკვირდით, box-ისთვის მიწერია საერთო სტილები. ანუ საერთო სტილებისთვის ვიყენებ საერთო კლასებს და განსხვავებული სტილებისთვის გამოვიყენებ განსხვავებულ კლასს. და აქ დავწერე წერტილი box და როგორ ჩამოვიტანო ქვევით. ნუ როგორც ვიცით, უკვე ვერტიკალურად გადასაადგილებლად გამოიყენება align-ი, ჰორიზონტალურად justify. ამიტომ აქ დავწერ align self და end. flex end. ოღონდ აი box-ი არ უნდა გამეწერა, აი შემეშალეთ, ნახეთ, box რო გავუწერი, ყველას გაეწერა. უნდა გავუწერო box 3-ზე, რომ მარტო მესამე ჩამოვიდეს. ოღონდ ეს მესამე რა თორ ჩამოვიდა? box 2 დავარქვი? აქ box 2 რატომ მიწერია? აქ box 3 მაქვს და იქ box აი box 3, ეგა, გასწორდა. რაღაც ხარვეზი ყარ ვიცი შეტო. აი box 3-ს გავუწერე რომ align self-ი გაკეთოს flex end-ი, ანუ align self-ი ნიშნავს თვითონ. ანუ უთხრა რომ ვერტიკალურად თვითონ გადაადგილდეს ბოლოში.
ანუ ძალიან ინტუიტიურია, მარტივია, იგრუსვად თუ იცით უკვე წერა კითხვა, მე როგორ ყველაფერი მარტივდება რა. მაგრამ თუ არ იცით არაუშავს პროცესში მაგასაც დაამოღავთ. ანუ self-is პროპორციების გამოიყენება. მაგალითისთვის ჩავთვალოთ რომ გვაქვს ეგეთი სიტუაცია. მე რო თავიდან ავწერე display flex-ი default-ად შვილობილ ელემენტებს ალაგებს ჰორიზონტალურად, ანუ ერთმანეთის მწკრივში აყენებს. მაგრამ სიტყვაზე მე არ მინდა რომ მწკრივში დადგეს და დადგეს, რა ვიცი, ვერტიკალურად მინდა რა. და მაგისთვის გამოიყენება flex direction. ანუ flex-ის მიმართულება როგორ გვინდა რომ იყოს. default-ად როცა display flex ვწერთ, flex direction არის row, ანუ მწკრივშია და მწკრივში ლაგდება. მაგრამ მე თუ მინდა რომ ვერტიკალურად დალაგდეს სვეტზე, დავწერ column. column სვეტს ნიშნავს. column და დალაგდება ვერტიკალურად. რამდენი ელემენტიც არ უნდა იყოს. თუმცა ეხლა მაქვს თქვენთვის კითხვა ჩატში. მე თუ მინდა რომ ეს ელემენტები, ეს უკვე ახსენ წერან. მე თუ მინდა რომ ეს ელემენტები ჰორიზონტალურად გავცენტრო. რომელ პროპერტის გამოვიყენებთ? აი კონტეინერს გავუწერო, ამ შობას გავუწერ და შვილებზე იმოქმედა, შვილები გაიცენტრება. რას გამოვიყენებთ? წერან ვახსენ. არა, row არის მიმართულებისთვის. ეს default-ად row-ის უცეს უწერია, არა საჭირო. მე ვამბობ რომ გავცენტრო, აი წითელი კუბიკები რომ გადმოვიტანო ცენტრში. რა პროპერტის გამოვიყენებ? ანუ ორი ახსენით, justify და align. text align გამოიყენება უფრო ტექსტებისთვის. ანუ ან justify content-ი იქნება, ან items align items რომელი გამოიყენება ჰორიზონტალურად გადასადგილებად. justify, okay. ლოგიკურია. იმიტომ რომ მე რო წეღან ეგეთი რაღაც მოდი მას დავაკომენტარებ command slash-ით. როგორც HTML-ში იყო კომენტარები და გახსენი, ისევე არის CSS-ში კომენტარები, რომელიც არ იქნება პროგრამის მიერ. და command slash არის მაგზე Windows-ზე არის control slash თუ სწორად მახსოვს. control slash-ი ალბათ. ასე იყო კომენტარები slash-ი, pip-ი, მე კომენტარი რაც გვინდა, მე pip-ი slash. ბოდის ვიხდი. ანუ წინაზე რაც მეწერა იყო რომ justify content-ი მეწერა center, ანუ justify გამოიყენება ჰორიზონტალურად გადაადგილებისთვის და გაიცენტრა რა. მაგრამ მე რო flex direction column დავწერე, ანუ მიმართულება შეუცვალე იდეაში. default-ად ხომ წკრივში იყო მიმართულება. ახლა მე შეუცვალე მიმართულება. რო დავწერო ახლა მე უკვე justify content center. ნახეთ ვერტიკალურად გადაადგილდა. ცოტა უცნაურია, ხო? და რატო? როდესაც ვუცვლით ჩვენ containers flex-ის მიმართულებას, ანუ default-ად რო არის მწკრივში და მე გადმოვატრიალებ, ანუ column-ზე დავაყენეთ. justify და align სულიან ადგილებს. ანუ აქამდე justify თუ გამოიყენებოდა ჰორიზონტალურად გადაადგილებისთვის, ახლა გამოიყენება ვერტიკალურად და აქამდე თუ align იყო ვერტიკალურად, ეხლა არის ჰორიზონტალურად. ან justify content-ი გაცენტრავს ვერტიკალურად და align items გაცენტრავს ჰორიზონტალურად პირიქით. მიხვდით? და იგივე არის დანარჩენებს, ანუ flex and flex start-ი ჩვეულებრივად მუშაობს აქაც, როგორც წინას. ვერტიკალურ ცენტრში მოსათავსებლად სიმაღლის მითება აუცილებელია. ძალიან კაი კითხვა. ნახეთ, მე რო სიმაღლე არ გავუწერო. მოდი, columns მოვშლი. კითხვა დაისვა რომ სიმაღლე რომ მიუთითეთო ამ კონტეინერსო აუცილებელი იყო თუ არა ვერტიკალურად გაგვაცენტრაო. ნახეთ, ახლა იდეაში ჰორიზონტალურად გაიცენტრა justify content-ით. ეხლა justify ჰორიზონტალადზე მუშაობს, იმიტომ რომ display flex-ია და display flex შემთხვევაში default-ად flex direction არის row მწკრივი. ნახეთ, არაფერი არ შეიცვალა. და იდეაში align item center-ը გავუწერე, ვერტიკალურად გაცენტრილი იყო და გაიცენტრა კიდევაც. ტექნიკურად ეხლა ეს წითელი კუბიკები ლურჯ კონტეინერში ცენტრშია ტექნიკურად, მაგრამ მშობელ სიმაღლე არ აქვს, რომ ვიზუალურადაც გავცენტროთ ჩვენთვის ცენტრში იყოს. ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ მშობელს სიმაღლე, რომ გაიცენტროს მშობელში. თორემ align item-ის ბრალი არა, ეხლა ტექნიკურად მაინც ცენტრშია. უბრალოდ სიმაღლეს მივწერთ, იმ სიმაღლეში გაიცენტრება. აი ეს.
იდეაში flex-ზე ძირითადად ეს იყო. აქ პრეზენტაციაში შემოვიტანე კიდევ დამატებითი ვიზუალიზაციისთვის პატარა ჩანართი არის. სხვადასხვა ლექციებისაც ლინკება, მანდ არის პრეზენტაციის ლინკიც. აი გაჩვენებთ. აი აქ რომ აქვს სიტყვაზე მოცემული თეორიული ლექცია, სემინარი, ცოტა გავაფართოვოთ. აი ნახეთ. აქ რა თეორიული ლექცია ლინკს დააჭერთ გადახვალთ სემინარი, ასევე არის პრეზენტაციაც და დამატებითი რესურსები. ან პრეზენტაციას რო შეხვალთ, გამოგიჩნდებათ ის სლაიდები, რასაც მე ვიყენებ ხოლმე თეორიული მასალის ასახსნელად. და ეგეთ შეიძლება გამოიყენოთ. და აქაც შემოვიტანეს დამატებით ფოტო მასალა. და აქაც მიხვდებით, აი ნახეთ, flex direction არის row-ზე, წკრივში არის მითითებული, column-ზე არის სვედად, ასევე გვაქვს row reverse და column reverse, შეგიძლიათ ესენი აიღოთ უბრალოდ დაარესერჩოთ დამატებით. ახლა ესენი reverse რას ნიშნავს? reverse ნიშნავს ქართულად უბრალოდ შემოტრიალებულს. ანუ სიტყვაზე აქ მოდი ციფრებით ჩავწეროთ 1 2 და 3 კარად რო გავარჩიოთ, ნახეთ? 1 2 3. აი ჩვენ თუ გვინდა რომ ეს 1 2 3-იც იყოს ამათ ცენტრში, ნახეთ? მე მინდა რომ ტექსტი ჩავწერო გადავადგილო ცენტრში. რის ცენტრში უნდა გადავადგილო? box-ის, ამიტომ ეხლა მე box-საც გავუწერ flex properties. ანუ display flex გავუწერ justify content centers, რომ ცენტრში გადავადგილო მისი შვილი, ანუ ტექსტი და align item center, რომ ვერტიკალურად გადავადგილო ცენტრში მისი შვილი, ანუ ტექსტი. აი ეს. ნახეთ, მე რო გავუწერო flex direction column-ი. რა თქმა უნდა, ვერტიკალურად დადგება 1 2 3, მაგრამ თუ გავუწერე მე column-reverse-ი, ისე ვერტიკალურად დადგება უბრალოდ შემოტრიალებულზე, ანუ 3 2 1. იგივეა rows შემთხვევაში, ანუ flex direction რო გავუწერო row, რაც default-ად აქვს, ისე რაც არის 1 2 3 ჰორიზონტალურად, row-reverse არის 3 2 1, ანუ შემოტრიალებულად. მაგრამ მაინც დალაგებული მწკრივში. და აქ არის ის property, რაც დღეს ახსენი, აი flex start-ი მაგალითად row შემთხვევაში. მაღლა align item შემთხვევაში, ბოდიში align items flex start-ი ალაგებს ზევით, ცენტრში, flex-endy ბოლოში, stretch-ი ჭიმავს. stretch-ი ხო გაჭიმას ნიშნავს და გაიჭიმება სიმაღლეში, ანუ ვერტიკალურად. justify content-ზე start-ი არის ჰორიზონტალის საწყისში, ცენტრი არის ცენტრი, რა თქმა უნდა, end-ი არის ბოლოში. ასევე გვაქვს space between და space evenly და around-ი, ესეც ძალიან საინტერესოა და ესეც ავხსნათ. ამებს გადახედეთ, ძალიან კაი რაღაც არის. ნახეთ, მაგალითად, მოდის row reverse-ი არ გვინდა. მაგალითად, gap-ი 20 პიქსელი კი არ მინდა იყოს დაშორება. ეგეთი რაღაცა მინდა გავაკეთო. და არ ცენტრში მინდა რომ იყოს ეს ყოველივე. მინდა რომ ეს ელემენტები იყოს დაშორებული ერთმანეთისგან და კიდეებისგან ტოლი მანძილით. მე ამას მარჯნებით ვერ ვიზავ. იმიტომ რომ მე არ ვიცი რამდენი მარჯვნივ უნდა გავუწირო აქეთ იქით და თან შეიძლება აი მშობელიც იზრდება, რო ზრდი ეკრანს, მშობლის ზომა იზრდება. და მე მარჯნით რო გავუწირო ფიქსირებულად, ცუდა დაждდება რა. ამიტომ justify content-ში centris მაგრივად ვწერთ space evenly. space არის ადგილი, email არის ტოლად. ანუ ახლა ელემენტებს შორის და კიდეებს შორის დაშორება არის აბსოლუტურად ერთ და იგივე. რამხელაც არ უნდა იყოს მათი მშობელი, ნახეთ, რეგულირდება თავისით. ასევე არის space between-ი. justify content space between-ი. რაც იმას ნიშნავს, რომ უკიდურესი ელემენტები გადაადგილდებიან კიდეებში და ეს დარჩება შუაში. მე არ მქონდეს დამატებითი ელემენტები, კიდევ ერთი ელემენტი რომ მქონდეს აი ასე რა, სიტყვაზე. უკიდურესი ელემენტები მაინც კიდეებში იქნებიან და ეს ელემენტები ისე ჩაიტევიან შუაში, რომ აქ იყოს სწორი დაშორებები. და ასევე გვაქვს space around. space around. მოდი ამას წავშლი, აღარ მჭირდება. space around-ი იმაზე პასუხისმგებლობები, რომ უბრალოდ კიდეებში კონდეს სწორი დაშორება. და აქაც შუაშიც ტოლები იქნება ამათან შეფარდებით. ანუ ეს ძალიან კაი რაღაცაა. იგივე აქვს align items-ას აქვს space between, space evenly, space around-ი. უბრალოდ იგივე არის ვერტიკალზე.
არაფერი არ იცვლება. აი აქ რომ მქონდეს მაგალითად მე ორი ელემენტი, აი ბევრჯერ შეხვედრიათ რომ რაღაცა კონტეინერი არის, ამ კონტეინერის თავში არის ერთი ელემენტი, მეორე თავში მეორე ელემენტი. მაგის გამოიყენა space between. აი შეგიძლიათ ეს დაიმახსოვროთ რომ between არის შუა რო, აი შუაში ადგილი გარშეთ და გარეთ გაიწიოს. და თუ გვინდა რომ ასე კიდეებში არ იყოს მიჯრილი, შემიძლია იმ კონტეინერს შეუქმნას შიგნითა დაშორება, ანუ padding-ი. padding-ი 30 პიქსელი იყოს მაგალითად. 30 პიქსელია padding-ი და აქ-იქ მიჯდება ეს ელემენტები. ესეც საინტერესოა და გირჩევთ რომ აი ამ ჩანართს გაეცნოთ. პრეზენტაციის ლინკი იქნება ჩვეულებრივად პირველი კვირა რო არის, ახალი პოსტი დაიდება კვირა 2 და მან დავტვირთავ ყველა მასალას, ლექციების ჩანაწერებს, უკვე პროექტებს ხვალიდანაც და ამ შემდეგ. ჩემი რჩევა იქნება ამ ყველაფერს გაეცნობით, თეორიულ ლექციას კიდე რო გადახედოთ, კარგი იქნება, თქვენსაც დაარესერჩეთ. მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება რომ დამატებით ივარჯიშოთ ესეთი სათამაშო საიტისავით არის, რომელიც Flex გასწავლით, ქვია Flexbox Froggy. ანუ ხა Flexbox-ი რაც აღიხსენეთ დღეს. აი პირველივე ლინკი არის, ამაზე გადახვალთ და ჩავთვალეთ თამაშით სწავლობთ Flex. და ამ თამაშის თავი მუღამი არის, რომ ბაყაყი დავსვათ დუმფარას, 24 გაკვეთილია. ანუ აქ როგორღაც ბაყაყი უნდა გადაყოლოთ ბოლოში. Display Flex-ი უწერია, ფონდი არის ეს დუმფარა, ანუ მთლიანად ეს ჩარტში რაზეც ვართ. და აი ამ და მაგას რომ ეწერება რაღაც Flex property-ები, მის შულზე მოქმედებს, ანუ თვითონ აი ამ ბაყაყზე. და აქ უნდა გავუწეროთ ჰორიზონტალურად უნდა გადავადგილოთ, ჰორიზონტალისთვის გამოიყენება justify content-ი და უნდა გადავიყვანოთ ბოლოში. content. რომელთვისაც გამოიყენება Flex end-ი. end-ი დასრულს ნიშნავს. აი გადავიდა ბოლოში. next-ზე გადავალთ და ასე თამაშით ისწავლით უფრო კარგად Flex. ამას უნდა უკვე justify content center. წეში გადავიდეს. და აქვე არის ახსნილი თითოეულ გაკვეთილში რას ნიშნავს. რომ თან დაგეხმაროთ ეგეც. ამიტომ ამას დავლინკავ, რა თქმა უნდა. ხვალ რო დავტვირთავ მასალებს. და ჩემი რჩევა იქნება ეგეც გაიაროთ. ოკეი. დღეისთვის ძირითადად სულ ეს იყო. ჩაუჯექით. თქვენი თიმეც აინეთ. გაარჩიეთ, პროექტებს ვავტვირთავ, ეცადეთ რომ სემინარამდე პროექტების კეთება დაიწყოთ, სამ პრაქტიკაშიც გასწავლით, იმიტომ რომ რაც რო იწვალით, მე რო კარგი ისწავლით, დამიჯერეთ. და არ ესეშეთ კიდე რაღაც პროპერტები Flex-ის. იმიტომ რომ ბევრი არის და ბევრი გამოგვადგება მომავალში. და რავი, დღეისთვის სულ ეს იყო. ახლა მოდი ჩანაწერს გამოვთვალოთ და გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე.